სასურსათო პროდუქციის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. ამ კომისიას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასთან ერთად მედიკამენტებისა და საწვავის ფასებზეც იმუშავებს. დეტალებს სოფო ბერიძე გაგვაცნობს. გარდა ამ სიახლისა, კომისიის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა ისიც, რომ სავარაუდოდ საკოორდინაციო კომისია მუშაობას აპრილის ბოლოს დაასრულებს. კომისიის წევრები ბუნებრივია შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე და დაიგეგმა, რომ გაიმართება შეხვედრები როგორც მწარმოებლებთან, ასევე საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ ზოგადად პროდუქციაზე ფასები კომისიის მუშაობის პერიოდშივე შემცირდება. ვფიქრობთ, რომ კომისია სამუშაოებს დაასრულებს აპრილის ბოლომდე. აქვე პარალელურ რეჟიმში შესაბამისი ჯგუფი შეისწავლის პარლამენტში აღნიშნულ საკითხს და ერთობლივად პარლამენტთან კოორდინაციაში ვფიქრობთ, რომ მივახცევთ სასურველ შედეგს. ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოსახლეობას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოიცავს ეს ფასები, სად არის ფასნამატები, სად არის ეს ფასნამატები არალოგიკური, არ შეესაბამება თქვათ არსებულ ევროპულ პრაქტიკას. მიმდინარე პერიოდის განმავლობაში გვექნება ძალიან აქტიური შეხვედრები უშუალოდ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, იქნება ეს საცალო ვაჭრობის ქსელები, იქნებიან დისტრიბუტორები თუ სხვა მათ შორის პროდუქტების მწარმოებლებიც. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ უშუალოდ ამ კომისიის ფარგლებში ხელშესახები შედეგები დაიდოს უახლოესი თვეების განმავლობაში, ფაქტობრივად აპრილის ბოლომდე. აიგეგმა შეხვედრა ყველა მონაწილე მხარესთან, სადაც დამშელი იქნება იმ სამოქმედო გეგმასთან მიმართებით, იმ შედეგების გასვლაზე, რომელიც მნიშვნელოვანი არის, რომ ამ კომისიის შედეგად იყოს მიღწეული და აპრილის ბოლომდე განისაზღვრა ვადა, რომლითაც შესაბამისი შედეგები იქნება ცნობილი. დაიგეგმა პრაქტიკულად აპრილის ბოლომდე რეალურად როგორ შეიძლება იმუშაოს კომისიამ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შედეგზე იყოს ის ორიენტირებული და კონკრეტული შედეგები აჩვენოს კომისიის მუშაობის შედეგად. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი გველის, რის შემდეგაც რეალურად შეიძლება შევქმნათ რეალური პოტენციალი იმისთვის, რომ რეალურად ფასებმა დაიწყოს კლება. ფასებთან დაკავშირებული სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და ბუნებრივია, რომ მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა. მნიშვნელოვანი სიახლე გახლავთ ის, რომ კომისია სასურსათო პროდუქციის ფასებთან ერთად იმუშავებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც.